ჩავარანდნენ და კოოპერატივი იქნება, რომელიც მათ პრობლემებს გადასწყვეტს, ხო? ნუ ჩემი აზრით მე არ ვარ ფერმერი, მაგრამ ნებისმიერ ფერმერს ცუდი არ იქნება, თუკი მხოლოდ სადღაც მივა და იქ გადასწყვეტს თავის პრობლემებს და არ იქნება დარჩენილი თავის პრობლემებთან მარტო. ვერ გეტყვით, ალბათ ეგ უფრო ფერმერებს უნდა გკითხოთ, მე მაგაში კომპეტენტურას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ფერმერი როგორ აზროვნებს, მე არ ვიცი. Ას ფიქრობთ კოოპერატივებთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას ძალიან დიდი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თემასთან დაკავშირებით არ მაქვს, ვფიქრობ, რომ თუ შეიქმნება ისეთი ორგანიზაცია გაერთიანება, რომელიც რა თქმა უნდა ფერმერების უფლებებზე იმუშავებს და დაეხმარება, რომ რაღაცა მათთვის სასიკეთოდ გაკეთდეს, მხოლოდ დადებითი აზრი შეიძლება მქონდეს. მე კლუბ საქმის კურსი მაგის შესახებ, მაგრამ ვიცი რომ ეს მთავრობა რასაც გააკეთებს. გასადგა და და კოოპერატივებთან დაკავშირებით რა სიტყვით კონკრეტულად? დადებითი აზრი. საკუთრივ კარგი არ იყოს, ალბათ არც მოიგონებდნენ ხო მაგას. დიახ, თქვენი აზრია? საკუთრივ თუ საზიანო იქნება. მაგას როგორ მოიგონებდნენ? ესე იგი გამოდის რომ კარგი იქნება. დიახ. მაგრამ როგორც ასე რომ გარკვეულები იყო მე ვერავარ გარკვეული. კარგი იქნება რა თქმა უნდა. ხალხით დასაქმდება და ხალხის იმუშავება. პროდუქტს მიიღებენ მაღაზიები, რაცა მაღაზიებში იქნება ყველაფერი პროდუქტი. რა შექმნია რა აჩვენა. მაშინ ახლა რაც თქვენ თქვით, უნდა ნორმალური იყოს თუკი იზრუნებს. ანუ რა იქნება კარგი თუ შეიძლება რომ რა იზრუნებს ხალხზე, რა ვიცი. ფერმერთა პრობლემების მოგვარებაზე?